ბატონო ბატა, დაკავებამდე მამუკა ხაზარაძემ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ციხეშიო ყველა ლიდერი უნდა დავარწმუნო იმაშიო, რომ თბილისი გამოვტაცოთო ქართულ ოცნებასო. თქვენ როგორ შევაფასებ მამუკა ხაზარაძის შემართებას. ეთქობა მართლა ჯერ ამ იდეის, მე ამჯერა ამის, თუმცა ეხა პოლემიკას არ ვაპირებ ციხემშობილ ადამიანთან, იმიტომ რომ აბსურდული ბრალდებით არიან დაკავებული და ის რომ ეხლა თბილისს მოვიგებთ და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მე ამას ვინმე გაგიფორმებს, ეს კიდე ახალი ილუზიაა და მე მგონი არ უნდა შევქმნათ ეს ილუზიები უკვე სხვანაირად მოვიფიქროთ. აი სხვანაირად როგორ უნდა იფიქროთ? იმაზე რაზეც თქვა აწყობილი იყო ოპოზიცია, რომ აი ამერიკიდან კონკრეტული სანქციები წამოვიდა, ევროპარლამენტმა რაღაცა რეზოლუცია მიიღო. ამან ფიქრობთ, რომ იმუშავა რამენაირად ხელისუფლებას, აი რაში ეთყობა, რომ რამეში წააგო თქვენ? საქმე არ წააგო, როგორ არ წააგო, რა სჭირდებოდა საერთოდ ამ მე მართალი თუ გინდა ნორმალურ ქვეყანაში, საერთოდ ადამიანს საერთოდ რატომ დააკავო ვინმე? მართლა აი რა სჭირდება ვინმეს დაკავება? თუ მართლა კარგ საქმეს ემსახურები, თუ პატრიოტი ხარ, თუ ქვეყანას მშვიდობა მოიტანე, თუ ეკონომიკა ყვავის, ბიჭო, დაუჯექი ამ ხალხს და აი ხალხის წინაშე ეს დებატებში, პოლიტიკურ კონკურენციაში ამხილე ეს ხალხი ეხლა იცალკე კი არ უნდა მოვიდეს ქართული ოცნების წარმომადგენლები, უნდა დადგეს აქ და ეს რეგლამენტის მიხედვით ეს საგამოძიებო კომისიის დეტალები თუ აინტერესებს, ან შიგნით კიდე რამე პროცესი შეიძლება ამაზე ნორმალურ ქვეყანაში ლაპარაკს, თუნდაც არ შემოვიდეს ოპოზიცია. თუმცა დებატებში რო დაჭდეს ხომ და აღიაროთ ჯერ ვისე დებატები. რა მნიშვნელობა აქვს? რა უნდა ვაღიარო? ადამიანს ვაღიარებ. აი ადამიანი როა ბინძინა მსახური ვაღიარებ. მე რა ბინძინა მსახურთანაც შემიძლია ლაპარაკი, რა პრობლემაა? ანუ რო ამოწუროთ ეს თემა, თქვენ აი როგორ ფიქრობთ? ლიდერები ციხეში, ნაწილი გარეთ ხართ დარჩენილები. რა რეჟიმის ამოცანა არის ახლა, რომ თავისუფლების მტერი გორკილები კი არ არის, თავისუფლების მტერი არის დაშინებული ადამიანი, რომელიც ჩუმდება და წყვეტს წინააღმდეგობას. და მე მგონი ციხეში წასული ლიდერი არ ნიშნავს, რომ ისინი წინააღმდეგობას წყვეტენ, ან არ გააგრძელებენ. მასე ეგონა ბევრს რეჟიმს, რომ ციხეებით შეიძლებოდა პრობლემის მოგვარება. ეს გავიგე, მაგრამ თქვენ რა გრჩებათ? სანქციებმა რამდენად იმუშავა? აი რა მოიტანა იმ 6 თვემ რო ქუჩაში ხართ? მოიტანა, ბევრი რამ კიდე მოიტანს, იმიტომ რომ ციხეში რო არიან ლიდერები. ციხე კიდე ერთხელ ვამბობ, ციხეში არის მთელი ქვეყანა. ის ბორკილები, ეს საპრობილი არის საქართველოს თავისუფლებისთვის გადახდილი ფასი, კიდევ ერთხელ ვამბობ. და თუ გადახედავთ ავტოკრატიების ისტორიებს, რაც უფრო უჭერს რეჟიმი ჭანჭიქს, უფრო მაგრა ხდება შურდული მერე ცხვირში.